რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. დღეს ბათუმში ბილაინის ახალი ოფისის მშენებლობა დაიწყო. ეს საქართველოში პირველი ადმინისტრაციული ოფისია ამ კომპანიისთვის. ორსართულიანი შენობის დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრისთვის იგეგმება. 500 მეტრზე გადანაგებულ ოფისში 30-მდე თანამშრომელი დასაქმდება. შენობა საძირკველი დღეს კომპანიის გენერალურ დირექტორთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჩაუყარა. ბათუმში პირველი ბილაინის ოფისი შენდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოფისის თანამშრომლებისთვის კარგი სამუშაო პირობები შევქმნათ. Როლი ასეთი ახალი კომპანიის დაფუძნება, იზრდება კონკურენცია, რაც შემდეგ აისახება მოსახლეობისთვის სასიკეთოდ გაიაფება მოხდება. მე ასე ვუყურებ ამ საქმეს და თავისთავად რომ როგორც თვითონ მესვეურებმა აღნიშნეს, არსად ბილაინს ცარიელ ნიადაგზე არ დაუწყია მშენებლობა შეისყიდა, გადააკეთებდა და აქაც თვლიან რომ ძალიან ისეთი შენობა გაკეთდება, რომელიც დამშვენებს და მოხდება და ჩაჯდება ქალაქის არქიტექტურაში.